ნახო, ძალიან რთულია ამის ყურება. რას ვიტყვი, ხალხი მართალია ვერ მოვიდა რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ იქ პირველში უეჭველი მოვა. ამ დღეების შემდეგ მე დარწმუნებული ვარ, ჩემთვის დიდი ხანია ეს მთავრობა დამთავრებულია, მაგრამ ამ ხალხისთვის მართლა დამთავრდა ამ კადრებით, ამ შემზარავი კადრებით. დამთავრებულია მოსმენაც აბსურდია მაგათი. არაფრის მოსმენა არც ტელევიზიაში და არცად არ შეიძლება. მე ამ მთავრობის კი არა, აი ჩვენი სოფლის და სხვა წარმომადგენლების მიმართ მე ესე ვიფიქრებდი, ხალხს თვალში ვერ შევხედავდი თვალებში. დიდი ხანი ამ კადრებით და თვითონ დაუსვეს თავიანთ თავს წერტილი. ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამთავრებულია და განაჩენიც გამოუტანეს თავიანთ თავს თვითონ. ხალხი ყველაფერს მიხვდა. აღშფოთებულია და ვინც ვერ არის აღშფოთებული, იმიტომ რომ ვერ ნახა, მე და მაგ ლეპტოპი და ყველას ვაჩვენებ, იმიტომ რომ ეს უნდა ნახოს ყველამ. აბსოლუტურად იქ რაღაცა ზოგიერთ არხზე რო შელამაზებულა და ამორჩევით უჩვენებენ კადრებს, ესე არა. თუ მე უყურე ამას 2 დღის განმავლობაში 24 საათი, ყველამ უნდა ნახოს. ყველამ აბსოლუტურად ქალმაც და კაცმაც და მოხუცმაც და ახალგაზრდამაც, იმიტომ რომ ერთხელ სამდომ თვალი უნდა გავახილოთ რა საქართველოში. ავიხილოთ თვალი რაღაცნაირად. წყალი არ არის, გზები არ არის, გაზი დაიწყეს, მაგრამ არ აკეთდება მაინც არაფერი, ვითომ დაიწყეს. უნდათ არჩევნებამდე მოსწრება. ვითომ, მაგრამ არაფერი ამბავი არ არის. ძალიან ჩამორჩენილი სოფელია, ძალიან თლა თუ პატრონო რო იტყვიან.